მამა გაბრიელის საფლავთან მოსახვედრად რიგში გატარებული საათების მიუხედავად დედათა მონასტერში უკვე მეორე დღეა ხალხთან ნაკადი არ წყდება. მორწმუნეები ცდილობენ წმინდანს მათი სურვილების ასრულება, ძირითადად კი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება შობამდე სთხოვონ. მცხეთაში ჩასული მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 7 იანვრამდე წმინდანის საფლავთან ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აუსრულდებათ. ნაწილი კი ამბობს, რომ ვითარების სირთულის და გამოუვალი მდგომარეობის გამო მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და მხოლოდ სასწაულის იმედად არიან დარჩენილი. შევედროთ მამა გაბრიელს. ზომეთ იგი აგისრულოთ სურვილები. ამბობენ რომ ორ სურვილს აგისრულებთ. ამბობენ რომ ორ სურვილს აგისრულებთ. ვინც იქამდე მივიდა ემთხვევა მამა გაბრიელის საფლავთან. ნახოთ ჩვენ წამს ჯერა წმენა მომიყვანა ნამდვილად მჯერა, მაგრამ ურწმუნოებიც ბევრი მოვიდნენ ეთყობა და ვეღარ შევდივარ რა სურვილების ასრულებისთვის. ჯერა? ნამდვილად. მერთის სიყვარული გვაქვს და აი მიხარიან ხალხი ძალიან ბევრია და მიხარია რომ სწამთ ღმერთი და მისდევენ ამ გზას. ბოლო 2 დღის განმავლობაში დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ეკლესიის ეზოში შეკრებილთა თქმით დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება. ხილვის დროს კი მან ბერი გაბრიელი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მცხეთაში მის საფლავთან ან ციხის ჯვარში მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივიდოდა, რწმენით ნათხოვნი ორი სურვილი აუსრულდებოდა. თუმცა თავად დედა პარასკევა ამბობს, რომ მას ხილვა არ ჰქონია და წმინდანს უბრალოდ მორწმუნეთა სურვილების ასრულება შესთხოვა. განსაკუთრებულად ისე რაღაცა თვითონ შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები ძალიან როცა მოდიოდნენ საფლავზე და თხოვე მამა გაბრიელს შეესრულებინეს რაღაცები სადიდებელად ისა რაღაცა ისეთი მოეხდინა ერში რომ გამოცოცხლებულიყო გამხერულიყო საქართველოს რაღაცა გაძლიერებული იყო სარწმუნოებაში და თხოვე რომ შეესრულებინეს ეს სურვილები მამა გაბრიელის საფლავზე და ციხის ჯვარში და ესეთ სასწაულებელს და უცბად ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენთან. მას შემდეგ რაც მცხეთაში ასობით ადამიანი მთელი საქართველოდან ჩავიდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დედა პარასკევამ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. როგორც დედა პარასკევა აცხადებს, მამა გაბრიელის სასწაულებს ყოველდღიურად ახდენს და არ არის აუცილებელი სურვილის მხოლოდ წმინდანის საფლავთან ჩაფიქრება და მცხეთაში შობამდე ჩასვლა. თავი ხილვა არ მქონდა. ეს რომ შევებედრე მამა გაბრიელს ეს თქვით მამას ვიღაცამ სხვანაირად გამოიყენა ეს ფაქტი აუცილებელი არა რომ მამა გაბრიელის საფლავზე მაინც და მაინც შობას კი ყოველ დღე შეიძლება მოვიდეს და ყოველ დღე უსრულებს მამა გაბრიელის სურვილს და ყოველ დღე ხდება ეს სასწაულები მამა გაბრიელის საფლავზე. სხვა დღეებში ჩვეულებრივად შევდეთ მოდენ უსრულებს ყველა სურვილს. საგანგებო განცხადება გავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმე შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნება და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ისეთი თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატურა. საერთოდ დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. არაერთი განმარტების მიუხედავად მცხეთაში მყოფი ადამიანები მაინც ცდილობენ წმინდანის საფლავთან შობამდე მივიდნენ და სურვილი ჩაიფიქრონ. მორწმუნეთა დიდი რაოდენობის გამო მცხეთაში წესრიგს საპატრულო პოლიციის დამატებითი ჯგუფები იცავენ. შეზღუდულია ქალაქში გადაადგილებაც.